გამარჯობა მოგესალმებით, მე ვარ ბექა პატურაშვილი, ეს არის Redline-ი, პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა რომ მიყურებთ. ცოტა განსხვავებულ გარემოში ვწერ დღევანდელ ვიდეოს, როგორც ხედავთ, სტუდიაში არ ვარ, სადაც ზოგადად ვწერ ხოლმე. ქალაქგარეთ ვარ, ხანდახან ბავშვის ხმა თუ შემოვა ამ ვიდეოს მიმდინარეობისას არ გაგიკვირდეთ, იმიტომ რომ პატარა სივრცეში ვარ და გვერდით ოთახში თამაშობს, მაგრამ არა უშავს, ამის მიუხედავად მთავარი არის ის, რომ ნიშნულოვანი ამბები ხდება და ამ ამბებს უნდა მივყვეთ და ალბათ გაინტერესებთ რა ვითარება არის უკრაინაში იმ დროს, როდესაც უკვე 4 წელი სრულდება ერთ კვირაში, ზუსტად ერთ კვირაში, დღეს 17 თებერვალია, რაც ეს ომი უწყვეტად მიმდინარეობს უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ და გადააჭარბა უკვე მეორე მსოფლიო ომის მიმდინარეობის ხანგრძლივობას. ომი, რომელიც რუსეთს 3 დღეში თუ რა ვიცი მაქსიმუმ ერთ კვირაში უნდა მოიგო, მათი მთელი გათვლა თავდაპირველად იყო ბლიცკრიგზე, იმაზე რომ უკრაინელები წინააღმდეგობას არ გაწევდნენ, იმაზე რომ ბევრი მოღალატე აღმოჩნდებოდა და ყვავილებით დახვდებოდნენ რუსეთის არმიას, აგერ უკვე 4 წელი სრულდება რაც მიმდინარეობს და პირდაპირ შეიძლება ითქვას, რომ ამ ომს რუსეთი ვერ იგებს, იმის გათვალისწინებით, რომ არათუ კიევი ვერ აიღო, არათუ ვერ შეცვალა ხელისუფლება და ვერ განაიარაღა უკრაინა, რასაც ისინი ძირეულ საკითხებად მოიაზრებენ, ხო? ეგრეთ წოდებული დენაციფიკაცია, დემილიტარიზაცია, რასაც ისინი მუდმივად ახსენებენ ამ 4 წლის განმავლობაში და მანამდეც. ეს ამოცანები შესრულებული არ არის და რეალობა გახლავთ ის, რომ ამ დრომდე რუსეთის არმია ბუქსაობდა პოკროვსკში, დონეცკის ოლქში. იმ დონეცკის ოლქში, რომელიც ბრძოლით ვერ აიღო პუტინის არმიამ და უბრძოლველად ითმობს დღემდე ამ მოლაპარაკებების დროს დათმობას და იქიდან უკრაინის შეიარაღებული ძალების დანაყოფების გასვლას. ეს სურვილიც არ აუხდა პუტინს და დიდი ალბათობით არც აუხდება ყოველ შემთხვევაში მსგავს რამეს არც კი უშვებს უკრაინის პოლიტიკური და სამხედრო ხელმძღვანელობა. ერთგვარად ესეთი შეჯამება გამომდის თითქოს და ზოგადი საუბარი ამ ვიდეოში, მაგრამ პრინციპში ვეცდები, რომ ზოგადსაც გავცდე, რა თქმა უნდა, და მექნება კონკრეტული ამბები, რომელსაც მოგიყვებით, რომელიც ახლა არის აქტუალური, როგორც პოლიტიკური თვალსაზრისით, ასევე უშუალოდ ბრძოლის ველზე. პრინციპში ეს ორი ერთმანეთთან ძალიან დიდ კავშირშია, განსაკუთრებით იმ ფონზე, რომ ერთი კვირა რჩება 4 წლის თავამდე, რაც ეს ომი დაიწყო და აი ამ თარიღთან მიმართებით ცხადია, რომ ორივე მხარეს თავისი ამოცანები აქვს, ხო? ანუ ორივე მხარემ რაღაცა შედეგი უნდა აჩვენოს. მოცემულობაც რაღაცნაირად ესეთია, რომ არის ორმხრივი მდგომარეობა ახლა ფრონტის ხაზზე. ერთის მხრივ გვაქვს კარგი ამბები, უკრაინის გულშემატკივრებისთვის კარგი ამბები ცხადია და მეორეს მხრივ გვაქვს ცუდი ამბები. საბოლოო ჯამში ყველა ამ ქოთანს ყურს იქიდან მოაბამს საიდანაც უნდა, მაგრამ თქვენ გამოიტანეთ დასკვნები იმ ობიექტური მოცემულობიდან გამომდინარე, რაზეც საუბრობ და რა მდგომარეობაც არის, ფიზიკურად რა მდგომარეობაც არის ამჟამად ფრონტის ხაზზე და რა ტენდენციებიც იკვეთება ამის გათვალისწინებით. ერთის მხრივ გვაქვს ზაპოროჟიეს მიმართულება, სადაც ფართოვდება და ძალას იკრებს უკრაინის კონტრშეტევა. ამას დაწვრილებით მოგიყვებით და გაჩვენებთ რუკაზე, მათ შორის თავად რუსული წყაროების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით. ეს არ არის მხოლოდ უკრაინელების წყაროები, ეს არ არის მხოლოდ დასავლური ორგანიზაციების დაკვირვების შედეგად გამოტანილი დასკვნები, თავად რუსული წყაროები ავრცელებენ ინფორმაციას, რომ ზაპოროჟიეს მიმართულებით სახიფათო მანევრებია და ისინი კარგავენ პოზიციებს. რუკასაც დავხედავთ და დეტალურად გაჩვენებთ, სად რა მოხდა ბოლო 1 კვირის განმავლობაში პრინციპში. ზაპოროჟიეს მიმართულება მოკლედ კარგი ამბებია და მეორეს მხრივ დონეცკის ოლქი გვაქვს, სადაც დასრულდა, შეიძლება ითქვას, პოკროვსკი-მირნოგრადის მიმართულებით ბრძოლა. ამ ეტაპზე ყოველ შემთხვევაში და საბოლოოდ თითქმის 2 წლიანი მცდელობის შემდეგ რუსებმა მოახერხეს ის, რომ სრულად აკონტროლებენ პოკროვსკს და თითქმის სრულად აკონტროლებენ მირნოგრადს, მასთან ახლოს მდებარე ქალაქს. პოკროვსკს, რომელიც არის ჩემი კოლეგა ამბობს ხოლმე და მეგობარი რატი მუჯირი, ძალიან კარგი შედარება არის.
რომ წარმოიდგინოთ რა ამ ხელა მასშტაბზე არის საუბარი, რუსთავის ნახევარი ქალაქია პოკროვსკი, სადაც მხოლოდ ოქტომბრის შემდეგ უკრაინული წყაროების ინფორმაციით, მხოლოდ ოქტომბრის შემდეგ დღევანდელი დღის ჩათვლით დაახლოებით 70,000 ჯარისკაცი დაკარგა რუსეთის არმიამ. იგულისხმება როგორც დაღუპულები, ასევე მძიმედ დაშავებულები, რომლებიც ბრძოლის ველს გამოითიშნენ. ოქტომბრის შემდეგ რატომ დათვალეს ეს ციფრი, ესაც ლოგიკური არის, იქიდან გამომდინარე, რომ მართალია მანამდეც იყო პოკროვსკის გარშემო საბრძოლო მოქმედებები, იყო რუსეთის არმიის გამუდმებული მცდელობა, რომ ქალაქი აეღოთ, შეეღწიათ, მიახლოებოდნენ, მაგრამ სწორედ ოქტომბრიდან დაიწყო ძალიან აქტიური დინამიური პროცესი, მასირებული შეტევები, მათ შორის დიდი ჯავშანყოლონებით შეტევები და ასე შემდეგ, რასაც შესაბამისად მძიმე შედეგებიც მოყვა რუსეთის არმიისთვის, თუმცა ამას პუტინისთვის ჰქონდა გაცილებით დიდი პოლიტიკური ფასი, ვიდრე მისთვის აქვს ჯარისკაცების სიცოცხლეს ფასი და შესაბამისად უამრავი ხალხი შეახოცეს მოკლედ პოკროვსკის აღებას. სხვა საკითხია, რამდენად მოახერხებენ ისინი სამომავლოდ მის შენარჩუნებას, ან რამდენად მოახერხებენ რომ პოკროვსკში მიღწეული წარმატება გამოიყენონ შემდგომი წინსვლისთვის. აი ეს არის ახლა მთავარი კითხვის ნიშანი და მთავარი ამოცანა. ყოველ შემთხვევაში უკრაინის არმია ამტკიცებს ყოველ ჯერზე, რომ ისინი არიან ბრძოლის უნარიანები და მიუხედავად იმისა, რომ ძალიან დიდი დისბალანსი არის რესურსების, ადამიანური რესურსების თვალსაზრისით პირველ რიგში, ახერხებენ რუსეთის საოკუპაციო არმიის შეკავებას, აგერ უკვე თითქმის 4 წელია, ხო? და ამბობენ, რომ პუტინი ვერ მიაღწევს თავის მიზანს, დონეცკს ვერ დაიკავებს მარტივად, მიუხედავად ხმამაღალი განცხადებებისა და მუქარისა და იგივე ტემპით რომ გაგრძელდეს პროცესი, რა ტემპითაც მიმდინარეობს თუნდაც ბოლო 6 თვის განმავლობაში, მინიმუმ 2 ან 3 წელი დაჭირდება რუსეთის არმიას, რომ ამ მიზანს მიაღწიოს, ან დონეცკის ოლქის ადმინისტრაციულ საზღვრებზე გავიდეს და ამას დაჭირდება თავად რუსი სამხედრო მიმომხილველებიც კი ამას ამბობენ, ძალიან ცნობილი რუსი სამხედრო მიმომხილველები, რომ დაახლოებით 9 მილიონი სამხედრო მოსამსახურის დამატებით მობილიზება უნდა მოახერხოს რუსეთის არმიამ, რომ ამ მიზანს მიაღწიოს. მოკლედ ძალიან ხანგრძლივი და დიდ დანაკარგებთან დაკავშირებული პროცესი ელოდება რუსეთის არმიას, თუ პუტინი საბოლოოდ არ გადახედავს თავის გეგმებს და არ იტყვის იმპერიალისტურ ამბიციებზე უარს. რასაც თავისი ნებით არ გააკეთებს, ცხადია, თუ არ მოუწია, თუ არ გამოელია რესურსები, თუ არ შეუწყო ამ პროცესს ხელი უკრაინის წინააღმდეგობასთან ერთად ცივილურმა სამყარომ, თუ არ გაიზარდა მათზე ზეწოლა, არ მოიმატა სანქციებმა, არ გაკონტროლდა ჩრდილოვანი ფლოტი და არ გადაუჭრეს რუსეთის ომის მანქანას ეს მომარაგების ჯაჭვები, წინააღმდეგ შემთხვევაში პუტინი ამას თავისით არ გააკეთებს. ნუ ეს ხანგრძლივი პერსპექტივაა, ცხადია და ამ ყველაფერს ერთად ვნახავთ. ყოველ შემთხვევაში არაფერი არ მოასწავებს იმას, რომ პუტინს ომის დასრულება სურს, მიუხედავად ამ ხელა დანაკარგებისა, რაზეც ვსაუბრობთ. პოლიტიკურ ნაწილზე ოდნავ მოგვიანებით გავაგრძელებთ, შესავალი მგონი დიდი გამომივიდა და მივყვეთ ახლა კონკრეტულ ამბებს. პირველი ნიუსი, რასაც ხედავთ ეკრანზე მაქვს გამოტანილი, ეხება ზაპოროჟიეს მიმართულებას და აქ საუბარია იმაზე, რომ რასაც 2 თვე მოანდომა რუსეთის არმიამ, რომ დაეკავებინა ეს ტერიტორიები დაახლოებით ერთკვირიანი ოპერაციების ფარგლებში გაათავისუფლა უკრაინის თავდაცვის ძალებმა და დაახლოებით 10 სოფლის გათავისუფლებაზე არის საუბარი. აი აქ ეს არის ომის შემსწავლელი ინსტიტუტის რუკები, სადაც მონიშნული არის უკრაინელების კონტრშეტევების ზონები, ასე ვთქვათ, რამდენიმე მიმართულება, 1 2 3 4 5 სხვადასხვა მიმართულება, თუმცა ეს უნდა აღინიშნოს, რომ ზაპოროჟიეს ოლქის მხოლოდ ერთი ფლანგია, ასე ვთქვათ, 2-ად შეიძლება გავყოთ და მალევე მიხვდებით რატომ, იმიტომ რომ მეორე ნაწილზეც გადავალთ. ეს არის ჰულაეპოლეს მხარეს, ასე ვთქვათ, მიმდინარე პროცესი. მეორეა უფრო სამხრეთით მიმდინარე პროცესი, რასაც ცოტა ხანში შევეხები. აი ჰულაეპოლეს გარშემო მიმდინარეობს ეს ტაქტიკური კონტრშეტევები, რასაც საკმაოდ კარგი შედეგები მოაქვს ამ ეტაპზე და რუსებს უწევთ უკან დახევა. ეს ყველაფერი ნაწილობრივ განპირობებული არის იმით, რომ მათ
დიდი პრობლემები აქვთ კომუნიკაციის ნაწილში, მას შემდეგ რაც Starlink-ი გაეთიშათ და ასევე რაც რუსეთის ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ Telegram-იც უნდა შეუზღუდოს რუსეთის არმიას. ამაზე წინა ვიდეოშიც მქონდა საუბარი, ამას დიდი ხმაური მოყვა თავად რუსულ საზოგადოებაში და არა მხოლოდ საზოგადოებაში, არმიის რიგებში პირველ რიგში რუსის სამხედროები წუწუნებენ, რომ მათ ძალიან შეეზღუდათ და გაურთულდათ კომუნიკაცია, კოორდინაცია ერთმანეთთან ინფორმაციის გაცვლა იმის გამო, რომ რეალურ დროში ისინი სწორედ Telegram ჩატების მეშვეობით კონტაქტობდნენ და ამ სერვისის შეზღუდვა მათთვის შესაბამისად სერიოზული პრობლემაა, იმიტომ რომ ვეღარ ტვირთავენ ვიდეოებს, ვერ ტვირთავენ ფოტომასალას და ამ ჩატებზეც წვდომა არ აქვთ. ეს იმ შემთხვევაში თუ ზოგადად ინტერნეტზე წვდომა აქვთ, ინტერნეტზე კიდევ გავაგრძელებ საუბარს რა დღეში არიან ისინი ამ მხრივ, როგორ იყენებს ამ ყველაფერს ამ სუსტ წერტილს უკრაინის თავდაცვის ძალების შესაბამისად და როგორც ცდილობს რომ არსებული რესურსებიც მოუსპოს და რა ალტერნატივაზე მუშაობენ Starlink-ის გათიშვის ფონზე რუსები, ამასაც შევეხები სულ ცოტა ხანში. მანამდე გავყვეთ კვლავ ფრონტის ხაზზე არსებული სურათის მიმოხილვას და მორიგი ამბავი, როგორც გითხარით, ესე იგი ზაპოროჟიეს მიმართულება ორ ნაწილად უნდა გავყოთ. ეს არის ჰულაეპოლედან სამხრეთ დასავლეთი ნაწილი. ეს არის Noil Reports-ის ინფორმაცია, როგორც ხედავთ, მაგრამ ის თავის მხრივ ეყრდნობა რუსულ წყაროს. ეს რუკა გავრცელებული არის თავად რუსების მიერ, აი ამ პლატფორმაზე, რომელსაც ქვია Ribarsi და ისინი მათთვის საგანგაშო ინფორმაციას ავრცელებენ, რომ 20 კილომეტრის სიგანის ტერიტორიაზე დაახლოებით მიმდინარეობს მეთოდურად უკრაინელების კონტრშეტევა და ისინი იკავებენ ტერიტორიებს, რომლებიც მანამდე დაიკავეს რუსებმა და მეტიც ეს არ არის ტერიტორიები, რომლებიც ესე რუტინული საბრძოლო მოქმედებების ფონზე მათ აითვისეს. ეს არის ერთ-ერთი ახალი სტრატეგიული მიმართულება რუსებისთვის, რომელიც თავად გენშტაბის უფროსმა დააანონსა წლის მიწურულს, ამაზე ერთ-ერთ ჩემ ძველ ვიდეოში ვსაუბრობდი. მოკლედ გერასიმოვი დაახლოებით ოქტომბრის თვეში, თუ სწორად მახსოვს, ოქტომბერში ან ნოემბრის დასაწყისში პუტინს ეუბნებოდა ასეთ რამეს, რომ დონეცკში ყველაფერი კარგად გვაქვსო და ახლა ზაპოროჟიეს მიმართულებაზე უნდა გავაკეთოთ აქცენტი. ჩვენი სტრატეგიული ამოცანა არის სტეპნოჰირსკის და პრიმორსკის დაკავება პირველ ეტაპზე. ანუ ზოგიერთი კომენტარებში წერს ხოლმე, რომ ესო რუსეთის გეგმები შენ საიდან იციო? მე კი არ ვიცი. რუსეთის გენშტაბის უფროსმა თქვა ეს ისე პატარა ჩანართი კრიტიკოსებისთვის. ხო, მათ გაცხადებული ჰქონდათ სტეპნოჰირსკის და პრიმორსკის დაკავება პირველ ეტაპზე, იმისთვის რომ სამხრეთიდან შემდეგ უკვე ზაპოროჟიეს მიმართულებაზე უფრო აქტიურად შეეტიათ. და როგორც ხედავთ, ეს არის 17 თებერვლის განახლებული ინფორმაცია და აქ ნაწილობრივ ნაცრისფერი ზონაა ჯერ კიდევ Deep State-ის რუკაზე, აქ არ არის ასახული უკრაინელების ამჟამინდელი მანევრები, ბოლო პროცესები, ასე ვთქვათ, და ვნახოთ მომდევნო დღეებში რა შეიცვლება ამ რუკაზე. და ნაწილობრივ აქ არის ისევ წითელი დაფარვა, მაგრამ ეს რუსული წყარო, რომელიც ვახსენე, გაცილებით განსხვავებულ სურათს გვაჩვენებს ჩვენ, დაუბრუნდები ისევ იმ პოსტს. ამ წყაროს მიხედვით, უკრაინელმა ჯარისკაცებმა პრიმორსკე უკვე სრულად დაიკავეს და მათი კონტროლის ქვეშ არის, ეს ლურჯი მონიშნა ამას ნიშნავს, ასევე მათ დაიკავეს ლუკიანივსკე, აი ეს დასახლებული პუნქტი და ნაჩვენები არის მიმდინარე შეტევების მიმართულებები, სადაც არათუ პრიმორსკე, არამედ გაცილებით უფრო სამხრეთით, აი ეს დასახლება პლავნიც ხდება. რომ დაუბრუნდე ახლა Deep State-ის რუკას, აი ეს არის პლავნი, რომელიც წითლად არის აღნიშნული, ეს არის პრიმორსკე, რომელიც ნაცრისფერ ზონაში იყო, შედარებისთვის გაჩვენებთ, რაზე საუბრობ და აი აქ ამ სიღრმეში არიან შემოსული უკრაინელი სამხედროები და პრინციპში ისინი თუ გავიდნენ აი აქ კამიანსკემდე ამ კონტრშეტევის ფარგლებში, გამოდის რომ რუსეთის საოკუპაციო არმიას უკან დაახევინებენ ისევ იმ პოზიციებამდე ერთკვირიანი ოპერაციის ფარგლებში, სადაც იყვნენ ისინი სექტემბრის და ოქტომბრის თვეში. ვიდრე გერასიმოვი იტყოდა, რომ ახლა ახალი სტრატეგიული ამოცანა გვაქვს და სამხრეთიდან უნდა შევუტიოთ ზაპოროჟიეს მიმართულებას. აი ესეთი მონაცემები არის ამ დროისთვის. ზაპოროჟიეში ძალიან ცუდად იყო საქმე, უნდა ითქვას. აქ ძალიან დიდი წინსვლა აჩვენეს დნეპროპეტროვსკის და ზაპოროჟიეს მიმართულებაზე გასული 6 თვის განმავლობაში რუსეთის
საოკუპაციო ძალებმა, თუმცა ახლა ინიციატივას, როგორც ხედავთ, იღებენ უკრაინელი სამხედროები, მათ ერთგვარი მომენტუმი აქვთ. ეს კონტრშეტევა ეფექტურად მიმდინარეობს და ვნახოთ, ძალიან საინტერესო არის თუ როგორ განვითარდება ეს პროცესი. სხვადასხვა ანალიტიკურ წყაროებში ვკითხულობ, რომ ეს მანევრები, ასე ვთქვათ, არ არის მხოლოდ კონკრეტული სოფლების გათავისუფლება, ან ომის 4 წლის თავთან დაკავშირებით პოლიტიკური პიარისთვის გათვლილი ეგრეთ წოდებული კონტრშეტევა, ამას აქვს სხვა დატვირთვაც, ამას აქვს უფრო გრძელვადიანი გათვლაც, ასე ვთქვათ, რომ უკრაინელებმა გაიმყარონ წინასწარ პოზიციები, გამოიყენონ ეს მომენტი და გააძლიერონ თავისი თავდაცვითი ხაზი, იმიტომ რომ ისინი გაზაფხულზე თოვლის დნობის შემდეგ და ამინდის ცვლილების შემდეგ უფრო დიდი ძალებით ელოდებიან რუსებისგან შეტევებს და უფრო დიდი საფრთხეების პრევენციისთვის იყენებენ ამ შესაძლებლობას, რომელიც მათ მიეცათ. მიეცათ დიდწილად სწორედ კომუნიკაციების პრობლემის გამო და ასევე იმის ხარჯზეც, რომ მართალია რუსები აი ამ ინფილტრაციის და პატარ-პატარა ჯგუფების შეჟონვის წყალობით იკავებდნენ აი ამ ტაქტიკით გარკვეულ სოფლებს, მაგრამ იქ არ ჰქონდათ მათ კარგად მოწყობილი საყრდენი პუნქტები, მათ არ ჰქონდათ როგორც ჩანს კარგად გამართული ლოჯისტიკა, არ ყავდათ შესაბამისი სამხედრო ძალა და ფაქტია, რომ ერთ კვირაში საკმაოდ დიდ წინსვლას აჩვენებს უკრაინის შეიარაღებული ძალები. იმედია ასეც გაგრძელდება. ვიდრე ჩავხურავ რუკას და გადავალ სხვა ამბებზე, აუცილებლად უნდა შევეხოთ პოკროვსკის მიმართულებას, დონეცკის ოლქში უნდა გადავიდეთ. აქ ისტორიის ერთი თავი, ასე ვთქვათ, საბოლოოდ დაიხურა. თავშიც ვახსენე, რომ რუსებმა საბოლოოდ მოახერხეს პოკროვსკის სრულად დაკავება და ასევე მირნოჰრადსაც ისინი სრულად აკონტროლებენ. ბოლო განახლება სწორედ ამაზე მიუთითებს ბოლო 2 დღის ეს სიახლეები, მათ შორის Deep State-ის რუკაზეც, როგორც ხედავთ, აქ მთლიანად დასახლებული პუნქტი. აი თუ არ ჩავთვლით რაღაც ძალიან პატარა მონაკვეთს არის უკვე პოკროვსკში სრულად რუსების კონტროლ ქვეშ, სრულად არის ეს ადგილები გაწითლებული. აი აქ ბოლოს 16 რიცხვის შემდეგ რივნეც გაწითლდა ფაქტობრივად და მირნოჰრადის ნახევარზე მეტი კონტროლდებოდა 16-ში, 17-ში უკვე ესაც მთლიანად შეივსო. მირნოჰრადი და პოკროვსკი როგორც იქნა რუსებს აუხდათ ოცნება და ვინც რუსეთის მხარდამჭერები და კომაგები ხართ, შეგიძლიათ, რა ვიცი, აბა, სირცხვილია რომ გიხარიათ, მაგრამ იბატონო ჯანდაბას გაგიხარდეთ, თუ ეს გქონიათ რაღაც განსაკუთრებული მიღწევა. წარმოუდგენელი სიგიჟეა, 1000-ობით 1000 სამხედრო ტექნიკას განადგურებულს რომ თავი დავანებოთ, მთელი 2 წლის განმავლობაში შეახოცა რუსეთმა პოკროვსკის აღებას. იმისთვის რომ მეთქვა რომ აი რაღაცა გარკვეულწილად სტრატეგიულ რაღაც მიზანს მიაღწია. თუმცა ეს არ არის დიდი გამარჯვება. კი, არ ვიქნები იმათ რიცხვში, ვინც ამბობს რომ ოფ, მე რა პოკროვსკი დაიკარგა, მირნოჰრადი დაიკარგა, არა უშავს. უშავს კი ბატონო, აქვს ამას სტრატეგიული მნიშვნელობა. შემდგომი, ვთქვათ, შეტევების განვითარების თვალსაზრისით, იგივე დონეცკის ოლქში შემდგომი მანევრების თვალსაზრისით, თუ დასავლეთით უფრო დნეპროპეტროვსკის და ზაპოროჟიეს მიმართულებაზე გასასვლელად, აქ არის მნიშვნელოვანი სატრანსპორტო კვანძები, რკინიგზა, გზები, ასე და ასე შემდეგ და მისი კონტროლი ცხადია უკრაინისთვის იყო მნიშვნელოვანი, თუმცა პოკროვსკის დაკარგვა საბოლოო ჯამში არ ნიშნავს იმას, რომ არიქა და ხვალ დონეცკს აიღებს რუსეთის საოკუპაციო არმია. აქ არის ძალიან მყარად გამაგრებული თავდაცვითი ხაზები, სწორედ აი ამ აგლომერაციაში და მათი გადალახვა იქნება წარმოუდგენლად რთული ამოცანა რუსეთისთვის. მთავარი თავდაცვითი ხაზის გადალახვის მცდელობა გასულ წელს 2025 წელს ჰქონდათ რუსებს, აი ეს მწვანე მონიშნა სადაც არის, სწორედ აი აქ მათ 10 კილომეტრიანი გარღვევა დააფიქსირეს მოულოდნელი დობროპილიას მიმართულებაზე, თუმცა ვინც მოვლენებს თვალს ადევნებს, იცის ამის შემდეგ რაც მოხდა. ამის შემდეგ მოხდა ეფექტური ერთკვირიანი დაახლოებით თუ მაქსიმუმ ორკვირიანი
კონტრშეტევა, სრულად გაწმენდა ამ ზონის და რუსები საბოლოოდ დააბრუნეს უკან საკუთარ პოზიციებზე. მათი ნაწილი ალყაში მოიქცა და განადგურდა, ნაწილი ტყვედ ჩაბარდა. ესეთი სწრაფი გარღვევა მათ არ გამოუვიდათ. მხოლოდ ნელი ნაბიჯებით, პატარ-პატარა ჯგუფებით, ინფილტრაციით, ნელ-ნელა ძალიან დაბალ ტემპში აღწევენ ისინი გარკვეულ შედეგებამდე და ამას მოყვება უდიდესი დანაკარგები, როგორც ცოცხალი ძალის, ასევე სამხედრო ტექნიკის თვალსაზრისით. უკრაინელების სტრატეგიაც სწორედ ეს არის, მათ სურთ რომ მაქსიმალურად მეტი მოწინააღმდეგე გაანადგურონ, შეცვალონ ბალანსი გაწვეულ რუს სამხედროებსა და ფრონტზე განადგურებულ რუს სამხედროებს შორის. და ეს ბალანსი მაგალითად იანვრის თვეში ოფიციალური მონაცემებით, ამას ამბობს ყოველ შემთხვევაში უკრაინის თავდაცვის სამინისტრო, მე არ ვამბობ ამას, ოფიციალური მონაცემებით ბალანსი შეიცვალა და უფრო მეტი სამხედროს განადგურება მოხდა ბრძოლის ველზე ერთი თვის განმავლობაში, ვიდრე ამავე პერიოდში რუსეთის არმიამ გაიწვია ახალი ჯარისკაცები. კონტრაქტზე მოაწერინა ვინმეს ხელი, გაიწვია წვევამდელები თუ ასე შემდეგ. ეს უკვე მნიშვნელოვანი შედეგია, თუ გავითვალისწინებთ იმას, რაც არის დაანონსებული, რომ 50,000-მდე უნდა გაზარდონ მსხვერპლი თვის განმავლობაში მოწინააღმდეგის, ეს კიდევ უფრო მეტად და მეტად შეცვლის ამომავლოდ სურათ. ვნახოთ, რადგან ხო დონეცკის ოლქზე ვსაუბრობთ, თქვათ ასევე, რომ კონსტანტინივკას მიმართულებით პირიქით უკრაინელების გააქტიურებაზე არის საუბარი, ასევე რუსულ წყაროებში, აქ მაქვს ეს ინფორმაციაც, სწორედ აი ამაზე ვსაუბრობ ახლა დონეცკის ოლქი, კონსტანტინივკა, ესაც არის იმავე რუსული წყაროს ინფორმაცია, რომელსაც მანამდე ვახსენებდი, რიბარის, სადაც შეშფოთებულები აღწერენ აი ამ რუკაზე ეს არის მოცემული, ბევრი მონიშნაა შესაძლოა გაგიჭირდეთ აღქმა, მაგრამ აქ რუსი მიმომხილველები წერენ და აღნიშნავენ იმას, რომ უკრაინელებმა დაიწყეს მეთოდურად კონტრშეტევების, ტაქტიკური კონტრშეტევების წარმოება სხვადასხვა მიმართულებით. აი ეს ლურჯი, პროსტორად ცისფერი ისრები სწორედ ამას მიანიშნებს 1 2 3 4 4 სხვადასხვა მიმართულება 1 2 3 4 5 კი ბატონო დავაზუსტოთ 5 მიმართულება სადაც ტაქტიკური კონტრშეტევები ხორციელდება უკრაინელების მხრიდან და ამაზე განგაშს ტეხენ სწორედ რუსი სამხედრო მიმომხილველები როგორც ხედავთ აი ამ ზონაზე არის დაახლოებით საუბარი უფრო ახმადი რო იყოს დონეცკის ოლქი კონსტანტინივკა აი აქ დაახლოებით აი ამ ზონაში ხდება ამბავი ეს არის ტბა რომელიც მანამდე ნაჩვენებ სურათშიც აღიქმებოდა და ნუ ვნახოთ რა გამოვა მოახერხებენ თუ არა უკრაინელები იმას რომ გაამაგრონ აქ პოზიციები და არ დაუშვან მორიგ შედარებით მოზრდილ ქალაქში რუსეთის საოკუპაციო ჯარების შესვლა სხვა მხრივ განსაკუთრებული ცვლილებები აქ არ გვაქვს ყველა მიმართულებით ძალიან ნელ ტემპში ვითარდება პროცესი, არანაირი სწრაფი გარღვევა არ იკვეთება ამ ეტაპზე არც დონეცკის ოლქში, არც ხარკოვის მიმართულებაზე, არც სუმის მიმართულებაზე, სუმი საერთოდ არ იწვრის ძალიან დიდი ხანია. ხო, მთავარი ამბები, როგორც თქვით, უკავშირდება დონეცკს, პოკროვსკი-მირნოჰრადის თემა დაიხურა, ზაპოროჟიეს მიმართულებაზე კარგად მიდიან უკრაინელი სამხედროები და იმედია ასე გაგრძელდება. და რადგან ვახსენე კომუნიკაციები, აქ საინტერესო ვიდეო არის, რომელიც ასახავს იმას თუ რას აკეთებს ერთის მხრივ რუსეთის არმია კომუნიკაციის პრობლემის მოსაგვარებლად და მეორეს მხრივ რას უპირისპირებს ამას უკრაინის არმია. სტარლინკების გათიშვის შემდეგ გამოსავლის ძიება შეუდგნენ რუსეთის სამხედრო ხელმძღვანელობაში და ეგრეთ წოდებული Wi-Fi ხიდების აგება დაიწყეს მათ. დაიწყეს გადამცემების დამონტაჟება სიმაღლეებზე, ხეებზე, ანძებზე, ყველგან სადაც შესაძლებელია, რომ უკვე სადენებით დაუკავშირდეთ ეს მოწყობილობები ერთმანეთს და რაღაცნაირად გაზარდონ დაფარვის ზონა და ამ შემთხვევაში ამ ვიდეოში ნაჩვენები არის რუს სამხედროს განადგურება იმ მომენტში, როდესაც
უკრაინელი დრონის ოპერატორი მას ხედავს, უმიზნებს და ანადგურებს უშუალოდ ბოტზე მუშაობის დროს. ანუ ამოცანა მარტივია, უკრაინელებს სურთ, რომ ეს შესაძლებლობაც მოუსპონ მოწინააღმდეგეს და დატოვონ ისინი სრულ გაურკვევლობაში და ქაოსში, რომელშიც ამ დროისთვის არიან. ნახოთ ეს ვიდეო. Як мушаупс. Нашли крановщика. ხო, მოკლედ ძალიან რთულ მდგომარეობაში იყო, რა უნდა იქნა. შესაძლოა შეამჩნია კიდევაც, რომ მას დრონი უახლოვდებოდა, მაგრამ ამ სიმაღლიდან გადახტომის შემთხვევაში ციკლი ელოდა ალბათ ბოლო წამს. მაგაზე ფიქრობდა, ვიდრე დრონი დაეჯახებოდა, ალბათ. შემდეგი ვიდეო. ხო, ესაც ეხება აი ამ კომუნიკაციის ქსელების გამართვას, რაზეც გიყვებოდით, აქ არის ამ შემთხვევაში რუსეთის თავდაცვის სამინისტროს გავრცელებული მასალა. სხვათა შორის ძალიან სასაცილო არის თუ დააკვირდებით ეს ხარისხიანი გამოსახულება გვაქვს რა, დადგმული კადრები არის, სადღაც შედარებით უსაფრთხო ადგილას დიდი ალბათობით გადაიღეს ეს ყველაფერი. ძველი ომის კადრები გამახსენა, როცა ეს სადენით ერთი გარბის და მეორე დაცვას უკეთებს, რაღაც ეგეთი სასაცილო კადრი არის, თითქოს აჩვენებს აი ფრონტის ხაზზე მუშაობას. აი ესე წყნარად, თითქოს ისინი მუშაობენ, გადასცემენ რაციებით ერთმანეთს ინფორმაციას, ერთს კაბელი მოაქვს, მეორე აკონტროლებს, მესამე იქ შეტყობინებას იღებს და სიგნალს ამოწმებს. აი ამ თუნდაც ამ კომიკურ ვიდეოშიც ჩანს რუსეთის არმიის ბრძყალებში პიარშიკების რა ვიცი კომიკურობა, მე თუ მკითხავთ. ძალიან აშკარად დამონტაჟებული ესეთი უსაფრთხო გარემოში გადაღებული ვიდეო არის. მაგრამ არ აუშვებს. მათ აუდიტორიას ესჯერა და შესაბამისად ამას აკეთებენ. მაგრამ ეს ვიდეო რომ დადგმულია არ ნიშნავს იმას, რომ რეალურად არ ხდება ეს პროცესი, ისინი ცდილობენ, ისეთ გარემოში დაახლოებით როგორიც მანამდე გაჩვენეთ. აი ამ რეალურ გარემოში ცდილობენ რომ კომუნიკაციის ხაზები როგორმე აღადგინონ. მაგრამ მათ აქვს სამომავლო უფრო გრძელვადიანი გათვლებიც, როგორც გაირკვა და ახალი ტექნოლოგიური ნაბიჯი შემოგთავაზა რუსეთმა იმისთვის, რომ Starlink-ი ჩაანაცვლონ ბრძყალებში. და ეს გულისხმობს იმას, რომ ასეთი ტექნოლოგია შექმნეს ბარაჟ 1, ასე ქვია. აი ესეთი საჰაერო ბურთები გაუშვეს მოკლედ და გაუშვეს სტრატოსფეროში 20 კილომეტრის სიმაღლეზე მიწის ზედაპირიდან, როგორც ამ ინფორმაციაში არის აღნიშნული, ეს სატესტო გაშვება აღმოჩნდა წარმატებული. და ამოცანა არის ის, რომ ამ საჰაერო ბურთებზე დამონტაჟებული 5G-ის გადამცემებით მისი დაფარვის სივრცეში მოხერხდეს ინტერნეტის მიწოდება და ფუნქციურად გათვლა აქვთ რუსებს ის, რომ რაღაცნაირად აი ამ ფორმით ჩაანაცვლონ Starlink-ი. მეორე საკითხია, რამდენად ჩაანაცვლებს რეალურად Starlink-ს სისწრაფის, ინტერნეტის მიწოდების დაფარვის და სხვა ტექნიკური მახასიათებლების თვალსაზრისით, თუმცა თავად უკრაინელებიც აღიარებენ, რომ თავისთავად ეს ტექნოლოგიური გადაწყვეტილება არის წინ გადადგმული ნაბიჯი რუსებისთვის და თუ საბოლოო ჯამში ეს პროექტი წარმატებით განხორციელდება, რაც თავის მხრივ მინიმუმ 2-3 თვიან პერიოდს გულისხმობს, ეს დრო მას სჭირდება, იქნება გარკვეულწილად გამოსავალი რუსეთის არმიისთვის მინიმუმ ლოკალურად იმ სივრცეებში, სადაც ეს გადამცემები იქნება განლაგებული. ნახოთ საბოლოოდ რამდენად წარმატებული იქნება ეს მცდელობა, მანამდე კი რუსეთის არმიას მოუწევს, რომ ვიდრე კომუნიკაცია აღდგება ან მოწესრიგდება, ვიდრე ინტერნეტთან წვდომა გაუმჯობესდება, ისე იწვალონ, როგორც მანამდე გაჩვენეთ. და ეს ერთი კადრი კი იყო, რაც ამ შემთხვევაში მე მქონდა თქვენთვის მომზადებული, თუმცა მსგავსი არაერთი შემოხდა. დრონის ოპერატორებს როგორც ჩანს აქვთ დავალება კონკრეტული მიცემული, რომ გარდა სახმელეთო სამიზნეებისა, ცოცხალი ძალის, თქვათ, ჯავშან ტექნიკის და ასე შემდეგ უნდა აღმოაჩინონ ინტერნეტის გადამცემი მოწყობილობებიც და ეს არის მათთვის პრიორიტეტი. უფრო ფართო გაგებით კომუნიკაციის ნაწილში უკრაინის თავდაცვის ძალების ერთ-ერთი მთავარი ამოცანა არის, რომ ფრონტის ხაზთან ახლოს თუ უფრო მეტად სიღრმეში გაანადგუროს რუსეთის
სარადარო სისტემები და გაანადგუროს მათი საჰაერო სისტემები იმისთვის, რომ არ შეფერხდეს შორ მანძილებზე გათვლილი საჰაერო ოპერაციები, რომელსაც აწარმოებს უკრაინის შეიარაღებული ძალები. არ შეფერხდეს დრონებით იერიშების მიტანა ოკუპირებულ ტერიტორიებზე და რუსეთის სიღრმეშიც კი, რასაც ყოველდღიურად თვალს ვადევნებთ. ეს კონკრეტული ვიდეო, რომელიც ახლა უნდა გაჩვენოთ, არის დღევანდელი, სულ რამდენიმე საათის წინ გადაღებული, სადაც ჩანს უკრაინელების FP2-ის ტიპის შორსმოქმედი დრონების მეშვეობით იერიშების მიტანა მარიუპოლის ტერიტორიაზე, სადაც მათ გაანადგურეს რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემა S-300, რაც საკმაოდ ძვირადღირებული სისტემაა და შესაბამისად უკრაინის თავდაცვისთვის მნიშვნელოვანი მონაგარია. აი ეს კადრი აჩვენებს სწორედ S-300-ზე დარტყმას. გავაგრძელოთ ამ შემთხვევაშიც კიდევ ერთი ახალი ვიდეო, ასევე დღეს გავრცელებული, რომელიც ოკუპირებულ ყირიმის ტერიტორიაზე განხორციელებულ დარტყმებს ასახავს, ასევე FP2-ის ტიპის დრონების გამოყენებით. დიდი აფეთქება, რომელსაც ხედავთ, აღწერაში წერია, რომ ეს იყო ისკანდერის ტიპის რაკეტების საწყობი, რომელიც გაანადგურეს უკრაინელებმა და კიდევ რამდენიმე მნიშვნელოვანი სამხედრო ობიექტის მიზანში ამოღებაზე და ეფექტურ განადგურებაზე არის ამ ვიდეოში საუბარი. ხედავთ რამდენიმე აფეთქებას. ძირითადად საწყობები, ასევე ასეთი ოპერაციების დროს მოწინააღმდეგის ცოცხალი ძალის განთავსების ადგილები არის სამიზნე და რადარები, საჰაერო თავდაცვის სისტემები, ყველაფერი რაც ღირებული არის როგორც უკრაინის თავდაცვის, ასევე შეტევითი პოტენციალის გასაძლიერებლად. საერთო ჯამში აქ ნათქვამი არის, რომ თებერვლის თვეში 9-დან 14-მდე თებერვლის მონაკვეთში 10 მაღალი ღირებულების რუსული სამიზნე იქნა განადგურებული ოკუპირებულ ყირიმის ტერიტორიაზე. კიდევ ყირიმი, ამ ვიდეოშიც ნაჩვენები არის ყირიმში განხორციელებული დარტყმები და ნება-უს ტიპის ძვირადღირებული რადარის სისტემა, საკმაოდ ძლიერი და საჭირო რადარის სისტემა რუსებისთვის და პანცირ S1-ის საჰაერო თავდაცვის სისტემა, რომელიც უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ამ შემთხვევაში გაანადგურა. ნახოთ ეს დარტყმებიც. პანცირ S1, აღწერაში როგორც ხედავთ და კადრი გამოსახულება ჩანს და ნება-უ. სხვათა შორის ასეთი სისტემები პირველად არ ამოუღიათ უკრაინელებს მიზანში. გასული თვეების განმავლობაში მე პირადად რამდენიმე ვიდეო ვნახე, სადაც ნება-უს პირობითად აი ამ სარადარო სისტემის განადგურებაზე იყო უკრაინელების მხრიდან საუბარი. ეს ყველაფერი კიდევ ერთხელ რომ თქვა, კეთდება იმისთვის, რომ გაადვილდეს, შეიქმნას, ასე ვთქვათ, უსაფრთხო დერეფანი უკრაინული დრონებისთვის და რაკეტებისთვის, ფრთოსანი რაკეტებისთვის, როდესაც მათი სამიზნე უფრო შორს, უფრო რუსეთის სიღრმეში მათ შორის ხდება სტრატეგიული ობიექტები, სამხედრო თუ კომერციული დანიშნულების. ამგვარ ოპერაციებს უკრაინის შეიარაღებული ძალები ატარებს ხშირად, როგორც ვიცით, მათ შორის გუშინაც იყო 200-ზე მეტი დრონი გაშვებული რუსეთის სხვადასხვა ოლქების მიმართულებით, ასევე ოკუპირებული ყირიმის მიმართულებითაც. და არის უკვე დადასტურებული ინფორმაცია, რომ დაარტყეს მათ შორის ყირიმში მდებარე ავიაბაზას, სადაც განადგურდა K-27-ის ტიპის აი სამხედრო ვერტმფრენი. ეს ინფორმაციაც დღევანდელია, შუადღეს დაახლოებით 3 საათზე გავრცელებული, სადაც არის უშუალოდ გენშტაბის მიერ გავრცელებული ფოტომასალაც იმის შესახებ, რომ სამიზნე დადასტურებულად არის განადგურებული. ხო, შემდეგი ამბავი არის ძალიან საინტერესო და ეხება ევოლუციას, ეხება უპილოტო სამხედრო შესაძლებლობების განვითარებას. ამ შემთხვევაში სახმელეთო რობოტის მონაწილეობით ჩატარებულ ოპერაციას ვხედავთ ჩვენ, სადაც აი ამ მოწყობილობაზე დამაგრებული
ტყვიამბრქვევის გამოყენებით, რომელსაც აქვს ინტეგრირებული ხელოვნური ინტელექტი, ავტომატურად ახორციელებს სამიზნის აღმოჩენას და ცეცხლის წარმოებას. აი ასეთ შემთხვევასთან გვაქვს საქმე, ერთ შემთხვევაში მონიშნული არის საოკუპაციო არმიის ჯარისკაცი და ხედავთ, რომ მას ცეცხლის სწორედ აი ამ რობოტზე დამაგრებული ტყვიამბრქვევიდან გაუხსნეს. მათ ვინც სადღაც უსაფრთხო ადგილად იჯდა და უბრალოდ პულტით მართავდა აი ამ მოწყობილობას და ეს მცდელობა აღმოჩნდა წარმატებული, შედეგად განადგურდა მოწინააღმდეგე. ამ კადრებში კარგად ჩანს თუ დააკვირდებით მომენტი, როდესაც ხდება აშკარად ტყვია, მოწყვეტით ეცემა და დადასტურებულია ინფორმაცია, რომ ამ აპარატის გამოყენებით მოწინააღმდეგის განადგურება ნამდვილად მოხდა. და აქ არ ჩერდებიან უკრაინელები. უკრაინის ახალი თავდაცვის მინისტრი მიხაილო ფედოროვი, რომელიც ახალგაზრდა ლიდერია, საკმაოდ კარგი გამოხმაურება აქვს ხათაშორის მის მიერ მიღწეულ შედეგებს და უკრაინის საზოგადოების მხრიდან თანდათან მზარდი არის მისი მხარდაჭერა ფედოროვის, იმიტომ რომ ის ამბიციურ გეგმებსაც აჟღერებს, მაგალითად მან გააჟღერა, რომ ყოველთვიურად რუსების დანაკარგი უნდა გახდეს 50,000 სამხედრო, სტატისტიკის წარმოება ამ მხრივ დაწყებული არის და 35,000 იყო დეკემბერში, იანვარში ითქვა, რომ დაახლოებით 30,000 განადგურდა, ვნახოთ თებერვალში რა მონაცემებს დადებენ. ხო, ამბიციური განაცხადებით არის ფედოროვი წარმოდგენილი და ასევე ტექნოლოგიური თვალსაზრისით, სისტემური თვალსაზრისით ის ახორციელებს მთელ რიგ რეფორმებს. აქცენტს აკეთებს სწორედ თანამედროვე ტექნოლოგიებზე და წარმოების დაჩქარებაზე. ამ შემთხვევაში ამ ნიუსში საუბარია იმაზე, რომ მხოლოდ იანვრის თვეში 7,000 უპილოტო ესეთი რობოტიზებული სახმელეთო სისტემა გადაეცა უკრაინის თავდაცვის ძალებს და არის ჯარისკაცების განკარგულებაში და აქვე საუბარია იმაზე, რომ ეს წარმოება მხოლოდ და მხოლოდ ფართოვდება. ამ დროისთვის არსებობს 13 სხვადასხვა ტიპის მოდელი, რომელიც არის ხელმისაწვდომი უკრაინელი ჯარისკაცებისთვის, თუმცა სავარაუდოდ ეს ჩამონათვალიც გაფართოვდება. ძირითადად არის ასეთი სისტემები, რომელიც განკუთვნილი არის შეტევითი ოპერაციებისთვის, მიჩვენებია წინა ვიდეოებშიც მაგალითად ისეთები, რომლებითაც ხდება ტერიტორიების დანაღმვა, არის საევაკუაციო აპარატებიც, რომელიც შედის, დისტანციურად იმართება, არის შესაძლებელი, რომ მასზე განთავსდეს დაჭრილი სამხედრო მაგალითად და ევაკუაცია განხორციელდეს და ამგვარი წარმატებული ოპერაციებიც უკვე არის არქივში. გადავიდეთ ახლა სხვა მიმართულებაზე. აქ უკვე ჩვენ გვაქვს დემონსტრირება იმის, თუ როგორ დახელოვნდნენ დრონის ოპერატორები. პრინციპში მხოლოდ უკრაინაზე ცხადია ამ შემთხვევაში ვერ ვილაპარაკებთ, ორივე მხარეს ძალიან დიდი ტემპით და ძალიან სწრაფად იხვეწება ტექნოლოგიები ერთის მხრივ და მეორეს მხრივ დრონის ოპერატორები უფრო და უფრო მაღალ შედეგებს აჩვენებენ, იმიტომ რომ ძალიან დიდი დატვირთვა მოდის რეალურად მათზე, აბსოლუტურად შეიცვალა ბოლო 1 წლის წელიწადნახევრის განმავლობაში განსაკუთრებით ამ მხრივ მოცემულობა და მთავარი საფრთხე არის ფრონტის ხაზზე, არა ხმელეთზე, ამ შემთხვევაში მთავარი საფრთხე არის ცაში. და ეს ძალიან კარგად იციან რუსმა სამხედროებმა პირველ რიგში. ცდილობენ ყველანაირად რომ დრონებს თავი დააღწიონ, სადმე თავი შეაფარონ, მაგრამ ამ შემთხვევაში ჩვენ ნაჩვენები გვაქვს აქ სიტუაცია, როგორ გადაადგილდება დრონი ხეებს შორის შედარებით ესეთ მწვანე ზონაში, სადაც ბევრი ტოტებია, ხეებია, თითქოს რთული არის აქ მანევრირება, მაგრამ არა, ამ რუს სამხედროს ნამდვილად არ გაუმართლა, როგორც ხედავთ. ესე იგი, ხო, ფაქტია, რომ არც ტყის მასივები ან ესეთი მწვანე ზონები უფრო მეტად დაფარული რელიეფი არ არის გამოსავალი. უამრავი თვალია ჰაერში და უამრავი სასიკვდილო საფრთხე მთლიანად ფრონტის ხაზზე. ყველა სექტორში ძალიან აქტიურად იყენებენ FPV დრონებს და
აი ასეთ კოლაჟებს აკეთებენ ყოველდღიურად, ხან ყოველკვირეულად და კონკრეტულ დანაყოფებს უკრაინის არმიაში აქვთ თავისი რეიტინგები, ვინ რამდენი გაანადგურა და აი ეს თქვარი კონკურენციაც კი არის ამ მხრივ. აქაც კიდევ ერთი მასალა გვაქვს, სადაც FPV დრონები არის საქმეში, ამ შემთხვევაში არ არის მხოლოდ ერთეულ სამხედროებზე ნადირობა, აქ არის ნაჩვენები ბოლო ერთი კვირის განმავლობაში გადაღებული მასალა, სადაც ჩანს მოწინააღმდეგის სამხედრო ტექნიკის განადგურება. აი აქ თუ შენიშნეთ, ჯარისკაცია რუსი, რომელიც ისვრის ამ სამხედრო მანქანის საბარგულიდან ჩანს, ხო, მე ვხედავ ყოველ შემთხვევაში აღიქმება, იმედია თქვენც აღიქვამთ ვიდეო მასალაში. ასეთი განწირული მცდელობებიც არის ხოლმე, რომ ცდილობენ დრონი ჩამოაგდონ, მაგრამ ყოველთვის არ უმართლებთ. ამ შემთხვევაშიც არ გავუმართლეთ. განვაგრძოთ, წავიდეთ, აქ რა გვაქვს? აქ ხო ჰულაიპოლეს მიმართულებაა და ამიტომ შემოვინახე ეს კონკრეტული ვიდეო. პრინციპში ჰულაიპოლეზე ჩვენ ბევრი ვისაუბრეთ. უკრაინელები იქ აწარმოებენ კონტრშეტევას და აქტიურად ანადგურებენ მოწინააღმდეგის სამხედრო ტექნიკას. ამ შემთხვევაში აქ ნაჩვენები არის გრადის საარტილერიო სისტემაზე მიტანილი იერიში. აი ისიც. აი აქ არის სწორედ გრადის სისტემა. როგორც ხედავთ, გაშლილია, გამზადებული არის გასაშვებად, ასე ვთქვათ, საარტილერიო სისტემა, მაგრამ მისი დროულად აღმოჩენა მოხერხდა და შესაბამისად განადგურებაც მოხდა. ჰულაიპოლეს მიმართულება ზაპოროჟიეს ფრონტის ერთ-ერთი სექტორი. არის აი ამ კადრებში ნაჩვენები. შემდეგ რა გვაქვს? ხო, ესაც საინტერესო ნიუსია იმ თვალსაზრისით, რომ კიდევ ერთხელ ბრძოლის ველზე განადგურდა ჩრდილო კორეული სამხედრო ტექნიკა. ამ შემთხვევაში კუპიანსკის მიმართულებაზე არის საუბარი და საარტილერიო სისტემა სახელწოდებით კოქსანი ჩრდილოეთ კორეის წარმოების აღმოაჩინეს და მისი ეფექტურად განადგურებაც მოხდა. ამ კადრებში სწორედ ეს არის ნაჩვენები და შესაბამისი მონიშნებით არის აღწერილი ეს ინფორმაცია. განადგურდა დარტყმის შედეგად. ეს უკვე განმეორებითი დარტყმა არის ამ საარტილერიო სისტემაზე და აი ამ კადრში აღიქვეს სწორედ ეს, რომ არის ჩრდილო კორეული წარმოების კოქსანი სწორედ. შემდეგი სიახლე ეხება უკვე რუსეთის მხრიდან ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის ტერიტორიაზე მიტანილ იერიშებს. აქ გვაქვს მოცემული სტატისტიკა და შესაბამისი ინფორმაცია. საერთო ჯამში უკრაინის საჰაერო სივრცეში გუშინ ღამით და გამთენიისას იყო 425 საჰაერო სამიზნე. შესაბამისი ტიპებიც აქ არის მოცემული თავისი რაოდენობით და ასევე სტატისტიკა თუ რამდენი მათგანის განადგურება მოახერხა ან ვერ მოახერხა უკრაინის საჰაერო თავდაცვა. 4-დან ვერც ერთი ბალისტიკური რაკეტა ვერ ჩამოაგდეს. ბალისტიკური რაკეტები, ამ შემთხვევაში ისკანდერის ტიპის რაკეტები იყო გაშვებული, არის ერთ-ერთი მთავარი თავისტკივილი უკრაინის საჰაერო თავდაცვისთვის. 20-დან 20 ხა-101-ის ტიპის ფრთოსანი რაკეტა განადგურეს, რაც 100%-იანი შედეგია ამ მხრივ და წარმატებული შედეგია უკრაინის თავდაცვის ძალებისთვის. 4-დან 4 ისკანდერ-კას ტიპის ასევე ფრთოსანი რაკეტა გაანადგურეს, ანუ ფრთოსანი რაკეტების გამკლავება არ უჭირთ, აი ამ სტატისტიკის მიხედვითაც თუ ვიმსჯელებთ თუნდაც 1-დან 1 ხა-59-69 მართვადი რაკეტა იქნა განადგურებული, 367 დრონი გაანადგურეს და საერთო ჯამში იყო 396 დრონი გაშვებული უკრაინის სხვადასხვა ოლქების მიმართულებით. ესაც, არ არის ცუდი შედეგი პრინციპში, 396-დან 367 განადგურებული საჰაერო სამიზნე. რა შეიძლება ამას დამატებითი თქვას, რუსეთის ტაქტიკა არის აბსოლუტურად უცვლელი. ისინი ცდილობენ, რომ გატეხონ უკრაინის მოსახლეობა, ხშირ შემთხვევაში მათი სამიზნე არ არის მხოლოდ სამხედრო და სტრატეგიული ობიექტები, ისინი ურტყამენ სამოქალაქო ობიექტებს, საცხოვრებელ სახლებს, კორპუსებს და ასე შემდეგ.
ასევე რა თქმა უნდა თბოელექტროსადგურებს, ენერგოსისტემას იმისთვის რომ გაიყინოს ხალხი უბრალოდ და დანებდეს თქვას რომ აღარ გვინდა აღარც წინააღმდეგობა, აღარც ეროვნული ინტერესი, არაფერი აღარ გვაინტერესებს, ვიხოცებით და ჯობია რომ დავნებდეთ. აი ეს არის პუტინის ამოცანა, გამუდმებული იერიშების ფონზე, ისინი ცდილობენ გატეხონ უკრაინის მოსახლეობა, თუმცა ამ მიზანს ვერ მიაღწიეს და იმედია რომ ვერც მიაღწევენ. უკვე მეოთხე ცივი ზამთრის გადატანა უწევს უკრაინის მოსახლეობას და ამ მხრივ ძალიან რთული სიტუაცია არის მათ შორის კიევში, რომელიც პოლიტიკური დედაქალაქია და აი ამ პოლიტიკური მიზნისთვის განსაკუთრებულად იბომბება მათ შორის ბალისტიკური რაკეტებით რუსეთის მხრიდან. აი შედეგებიც ეს არის ბოლო ამბავი ერთ-ერთი, სულ რამდენიმე საათის წინანდელი კადრები 17 თებერვლის, ამ შემთხვევაში ვსაუბრობთ ოდესის ოლქზე, სადაც ერთი ქალი არის დაღუპული საცხოვრებელ ზონაში ჩამოვარდნილი რაკეტის ამოქმედების შემდეგ. მაშველები და სამწუხაროდ ეს სწორედ ის კადრებია, სადაც დაღუპულის გამოყვანა ხდება ნანგრევებიდან. ამ შემთხვევაში უკვე ეს პოსტი ეკუთვნის ვოლოდიმირ ზელენსკის, მის ოფიციალურ გვერდზე არის განთავსებული პლატფორმა X-ზე და ერთგვარი კოლაჟი არის რუსეთის ტერორი. ასე არის დასათაურებული ეს პოსტი და ხედავთ დათარიღებულია რეგიონების მიხედვით არის ინფორმაცია და ეს კოლაჟი მთლიანად ეძღვნება სამოქალაქო ობიექტებს, რომელიც იქნა მიზანში ამოღებული, საცხოვრებელი სახლები, მატარებლები, ტრანსპორტი, კომერციული ობიექტები, რომელიც არანაირ სამხედრო დანიშნულებას არ წარმოადგენს და შესაბამისად მხოლოდ ერთ რამეზე მეტყოლებს, რომ ეს არის მოსახლეობის გატეხვის მიზნით განხორციელებული მიზანმიმართული იერიშები, მეტი არაფერი. შეუძლებელია ამდენი შემთხვევითობა მოხდეს, მით უმეტეს დღეს, როდესაც საკმაოდ ზუსტია, მათ შორის რუსული ტექნოლოგიები სამიზნის შესარჩევად და თანდათან უფრო მცირდება ცდომილება სამიზნეზე დაშვების დროს. შეუძლებელია პირდაპირ კორპუსები, საცხოვრებელი სახლები არის ამოღებული მიზანში ხედავთ. სხვადასხვა ოლქები მხოლოდ გასული ერთი კვირის განმავლობაში არის ეს ამბები მომხდარი. ზელენსკი ამ პოსტში აღნიშნავს, რომ მხოლოდ ერთი კვირის განმავლობაში, მხოლოდ თებერვალში უკრაინის მიმართულებით გაშვებული იქნა 1300 დრონით თავდასხმა განხორციელდა, 1200-ზე მეტი მართვადი საავიაციო ბომბით იქნა მიტანილი იერიში და 50 რაკეტით, მათ შორის ბალისტიკური რაკეტები, თუ ამას ამბობს უკრაინის პრეზიდენტი და ამ პოსტით კიდევ ერთხელ მოუწოდებს პარტნიორებს დახმარებისკენ. უკრაინას სჭირდება საჰაერო თავდაცვის გაძლიერება და შესაბამისი სისტემების მიწოდება. ამ შემთხვევაში, რადგან საჰაერო თავდაცვაზე ვსაუბრობთ და პარტნიორების მიერ მიწოდებულ შეიარაღებაზე, თემატურად ნაჩვენები არის და შევინახეთ თქვენთვის ეს ვიდეო, სადაც ჩანს რუსული შაჰიდის ტიპის დრონის განადგურება ამერიკული F-16-ის მიერ, საკმაოდ ეფექტური მასალა არის ესაც, ასეთი არაერთი კადრი მინახავს. ესე დაბალ სიმაღლეზე მიფრინავს ეს დრონი და შემდგომ უკვე მოგვიანებით აქ ჩანს F-16 და აი განადგურდა საფრთხე ამ შემთხვევაში დროულად მიუსწრო აი ამ პილოტმა და განადგურა ეს შაჰიდის ტიპის დრონი და შესაბამისად კომპლიმენტები და შეძახილებიც ამ მოქალაქეების მხრიდან, ვინც იღებდა ამ ვიდეო მასალას. ესეთ რეალობაში ცხოვრობს ხალხი იქ. შემდეგი პოზიტიური ინფორმაცია სწორედ F-16-ებს და უკრაინის საჰაერო თავდაცვას, საჰაერო შესაძლებლობებს ეხება პრინციპში. აქ საუბარი არის იმაზე, რომ დაკომპლექტდა ახალი სამხედრო ჯგუფი, რომელიც შედგება გამოცდილი სამხედრო მფრინავებისგან,
ამერიკელი, მათ შორის გერმანელი და უკრაინელი სამხედრო მფრინავებისგან, უცხოელების შემთხვევაში საუბარია იმაზე, რომ ესენი არიან ძირითადად ვეტერანი მფრინავები, ძალიან დიდი გამოცდილების სამხედრო ფრენების, დიდი გამოცდილების მქონე პილოტები, რომლებიც გაერთიანდნენ ამ დაჯგუფებაში და ისინი განსაკუთრებულად აქცენტირებული იქნებიან კიევის საჰაერო თავდაცვაზე, დაკომპლექტდა F-16-ით სწორედ ეს დანაყოფი, რომელიც სხვადასხვა დროს პარტნიორი ქვეყნებისგან არის უკრაინისთვის გადაცემული. და რადგან ვახსენებ პარტნიორობა, ძალიან საინტერესო ამბავი მაქვს თქვენთვის ბოლოსთვის შემონახული. ძალიან მაგარი ამბავია. უკრაინა იღებს დახმარებას, თუმცა უკრაინა იღებს უკვე 4 წელია სამხედრო გამოცდილებას ბრძოლის ველზე და მისი პარტნიორები საპასუხოდ იღებენ ინფორმაციის და გამოცდილების გაზიარებას და ხშირ შემთხვევაში ძალიან ეფექტურ საბრძოლო გაკვეთილებსაც. მათ შორის ისეთ გაკვეთილებს, რომელზეც ალბათ ბევრი ევროპელი პოლიტიკოსი თუ სამხედრო მაღალჩინოსანი უნდა დაფიქრდეს წესით და როგორც ჩანს, დაფიქრდნენ კიდეც. ყოველ შემთხვევაში Wall Street Journal-ის ეს მასალა, რომლის გარეკანზეც უკრაინელ სამხედროებს ხედავთ, ეძღვნება სწორედ ამგვარ გამოცდილებას. ჩატარდა 2025 წლის მაისში არის ეს ამბავი, როგორც ამ ინფორმაციაშია აღნიშნული მომხდარი, მაგრამ ახლაღა გავრცელდა, ასე ვთქვათ, ცოტა დაგვიანებით გავრცელდა ეს ნიუსი, რომელიც შთამბეჭდავია პრინციპში და ახლა ვეგეტყვით რატომ. ჩატარდა ერთობლივი სწავლება, ესტონეთში ჩატარდა ეს ერთობლივი სწავლება ამ ინფორმაციის მიხედვით. ერთ მხარეს იყო ნატოს ძალები, დაახლოებით 16,000 სამხედრო მოსამსახურე და მეორე მხარეს იყო ასეთ სიმულაცია იყო, რომ მოწინააღმდეგის როლს ამ სიმულაციაში, ამ დადგმულ სცენარში სამხედრო წვრთნების დროს ასრულებდნენ უკრაინელი სამხედროები და აბა თუ გამოიცნობთ რა მოხდა. მოხდა ის, რომ უკრაინელებმა ძალიან მწარედ დაამარცხეს მოწინააღმდეგე. ამ შემთხვევაში ნატოს სამხედროები და აქ არის ნაჩვენები საინტერესო ვიდეო მასალაც, რომელიც ამ ინფორმაციას ასახავს. აქ არის უკრაინელი დრონის ოპერატორების მოქმედება, ერთ-ერთი ელიტური დანაყოფი იყო ჩართული აი ამ პროცესში და დააკვირდით მასალას რა ხდება აქ. ერთ ადგილას არის თავმოყრილი სამხედრო ტექნიკა, ეს ხდება და ასევე ცოცხალი ძალა, თუ და კარგად დააკვირდებით ამ თერმულ გამოსახულებას, ბევრი ჯარისკაცი ჩანს. ამ ინფორმაციის მიხედვით, აი ამ სცენარში ეს იყო ნატოს ძალების სამეთაურო პუნქტი, ასე ვთქვათ, ეს კადრები, რომელსაც აჩვენებს და მათ თავზე აღმოჩნდა უკრაინელების მიერ მართვადი ბომბერ დრონი. და ეს რომ ყოფილიყო რეალური სამხედრო ოპერაცია, მთელი ეს სამხედრო ტექნიკა თავის პირადი შემადგენლობით აი ამ მომენტში იქნებოდა აუცილებლად განადგურებული. და ეს არ არის მხოლოდ ერთადერთი მასალა, აქ არის ასევე სხვა კადრებიც, სადაც ასევე ბომბერ დრონებიდან ჩანს საბრძოლო მასალის ჩამოყრა, ჯავშან ტექნიკის და სხვადასხვა ტიპის ტრანსპორტის მოქმედებაში პირდაპირ განადგურება. მოკლედ, უკრაინელებმა შოკში ჩააგდეს, აი აქ ჩანან ოპერატორები და ოპერაციის მიმდინარეობის დროს გადაღებული ფოტომასალა არის. უბრალოდ შოკში ჩააგდეს ნატოელი პარტნიორები და ძალიან დიდი გამოხმაურება მოყვა მოკლედ ამ ამბავს და სერიოზულად დაიწყეს ზრუნვა ამის შემდეგ, აი ამ ერთობლივი წვრთნების შემდეგ, როგორც აქ Wall Street Journal-ის სტატიაში არის აღნიშნული, იმაზე რომ შეცვალონ მიდგომები, შეცვალონ სისტემები, მეტი აქცენტი გააკეთონ სწორედ დრონებზე, მათ განეიტრალებაზე და ასე შემდეგ. ასეთი გაკვეთილი ჩაუტარეს მოკლედ უკრაინელებმა ძვირფას ნატოელ პარტნიორებს და ეს სტატია და ეს ამბავი მთლიანობაში swams იმ კითხვას და ეხმაურება იმ საკითხს, ვისთვის უფრო ღირებული პარტნიორი არის ამ შემთხვევაში უკრაინის შეიარაღებული ძალები. მე ვიტყოდი, რომ ორივესთვის მნიშვნელოვანი არის ცხადია ეს პარტნიორობა. უკრაინას სჭირდება ხარდაჭერა, მას სჭირდება ფინანსური რესურსი, მას სჭირდება შეიარაღების მიწოდება და მეორეს მხრივ ამასობაში უკრაინა ჩამოყალიბდა რეალურად ევროპის კონტინენტზე ყველაზე ბრძოლის უნარიან
სამხედრო ძალად და ამას ყველა აცნობიერებს უკვე, ამაზე მიანიშნებს სწორედ ეს წვრთნები და მისი შედეგებიც და არ არის გადაჭარბებული ნათქვამი, როდესაც უკრაინელი პოლიტიკოსები ამბობენ ხოლმე ყველა ფორუმზე, სადაც კი ჩადიან, მათ შორის ზელენსკი ამას იმეორებს, რომ უკრაინა არის სწორედ ევროპისთვის ფარი აღმოსავლეთით და ეს ომი არ არის მხოლოდ მათი ომი, თუ ეს ფარი ჩამოიშლება, ამ შემთხვევაში საფრთხე შეექმნება დანარჩენ კონტინენტის დანარჩენ ნაწილსაც, პირველ რიგში აღმოსავლეთ ევროპას და ამაზე სულ უფრო ხშირად მიმდინარეობს საუბრები. ამასობაში ბოლოს გეტყვით იმას, რომ როდესაც მე ამ ვიდეოს წერ ჟენევაში იმართება მორიგი მოლაპარაკებები რუსი და უკრაინელი მომლაპარაკებლების ჩართულობით, უკრაინის მხრიდან მათ შორის კირილ ბუდანოვიც არის წარმოდგენილი, თუ სწორად მახსოვს. დიდი მოლოდინები ცხადი არ უნდა გქონდეს ამ მორიგი რაუნდის შესახებ. ხო, ამერიკელები არ უნდა დაგვავიწყდეს, სტივ ვიტკოფი კუშნერი არის კიდევ კუშნერი თორცდები მიიღებს ხანმოკლე მონაწილეობა ექნებაო, ასე დაიწერა. პარალელურად ჟენევაში იმართება მეორე დიდი მოლაპარაკებები ირანთან. და თავში ვახსენე, რომ ირანი დიდი ალბათობით ცოტა ხანში გააქტიურდება, ალბათ შემდეგ ვიდეოებს ირანსაც მივუძღვი. ხო, რომ დაუბრუნდეს საბოლოოდ უკრაინას ისევ, ხო, ამ მოლაპარაკებებზე ბევრი არაფერი მოლოდინი არ მაქვს, მაქსიმუმ შესაძლოა რუსებმა ისევ იმის დემონსტრირებისთვის, რომ ისინი თითქოს არ ამბობენ უარს დიპლომატიაზე და თითქოს ისინი გამოხატავენ ნებას, რომ დამყარდეს ბრჭყალებში მშვიდობა, აი ამის დემონსტრირებისთვის მაქსიმუმ იყოს რაღაცა ისევ ხანმოკლე, ეგრეთ წოდებული ზავის შეთავაზება იგივე ენერგოობიექტებზე, ამაზეც გამოითქვა მოსაზრებები, ვარაუდები. ასეთი ერთი ზავი უკვე ვნახეთ ერთკვირიანი თებერვლის დასაწყისში და ვნახეთ ისაც თუ როგორ იმუშავა ამ ზავმა, რეალურად პირდაპირ ენერგოობიექტებს არ ბომბავდნენ რუსები, თუმცა ბომბავდნენ ისეთ ობიექტებს, რომელიც ენერგოობიექტების მუშაობისთვის არის აუცილებელი, მაგალითად ქვანახშირის გადამამუშავებელ საწარმოებს, რომელი ქვანახშირიც შემდეგ უკვე უნდა წასულიყო თბოელექტროსადგურებში და ენერგია გამომუშავებულიყო. აი ესეთი, როგორც მე ვახსენე ერთ-ერთ წინა ვიდეოში, ვირეშმაკული მეთოდი მათ გამოიყენეს ნამდვილად. შესაძლოა რაღაც ასეთი კიდევ მოიფიქრონ. ასევე არ უნდა გამოგჩეს, რომ სწორედ ამ ზავის შემდეგ განსაკუთრებით გააქტიურდა რუსეთის მხრიდან ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები, რაც გარკვეულწილად ქმნის შთაბეჭდილებას, რომ ეს ზავი, ეგრეთ წოდებული, მათ გამოიყენეს ერთგვარად მომარაგების გადახალისებისთვის, მათ გამოიყენეს ეს დრო ახალი რაკეტების მობილიზებისთვის, მომზადებისთვის და შემდეგ ერთიანად გასაშვებად. ეს არის და ეს. არაფერი საბოლოო ჯამში უკრაინისთვის ამ ზავს არ შეუცვლია და არც არავის აქვს დარწმუნებული ვარ უკრაინაში ილუზია იმის, რომ რუსეთს შეიძლება ვენდოთ სამშვიდობო მისიაზე და მიზნებზე, როდესაც ისინი საუბრობენ. მილიონჯერ მithქვამს და კიდევ გამიმეორებ, არანაირად არ ასხივებს პუტინი, რომ მას მშვიდობა სურს, არანაირად არ იკითხება ამის პოლიტიკურ ნაბიჯებში, რომ ის მიდის შეთანხმებისკენ, ის უბრალოდ ცდილობს შექმნას ერთგვარი იმიტაცია, არ გაანაწყენოს ტრამპი ერთის მხრივ და ასე წარმოაჩინოს, რომ თითქოს ის მშვიდობის კაცია და მას ომის დასრულება სურს. ამას შემდეგ უკვე ძალიან აქტიურად იმეორებს ხოლმე ტრამპი და კი, რა თქმა უნდა, ისევ წნეხი მოდის ზელენსკიზე, ისევ საუბარია არჩევნებზე, რაღაცა დათმობებზე, თუმცა აქაც აი ამ დაბრკოლებასაც გაართვეს პრინციპში უკრაინელებმა საკმაოდ ეფექტურად თავი. დიდი ხანია მათ აქვთ ესეთი პოზიცია, რომ ყველა ამერიკის შეთავაზებას მიყვებიან, ყველაფერზე თანახმარიან, ყველგან მოლაპარაკებაზე, მათ შორის უმაღლეს დონეზეც, იმ განზრახვით, რომ მათ ზუსტად იციან, რომ პუტინი საბოლოოდ მშვიდობაზე წამსვლელი არ არის. და ამით ცდილობენ, რომ ერთის მხრივ ტრამპი არ გაანაწყენონ, კი ბატონო, გინდათ ვილაპარაკოთ, გინდათ არჩევნები ჩავატაროთ, თუმცა ამისთვის ჩვენ გვჭირდება მშვიდობა, ჩვენ გვჭირდება რეფერენდუმები, თუ ტერიტორიულ დათმობებზე იქნება საუბარი, ასეთი პოზიციით არიან, იმისთვის რომ რეფერენდუმი ჩატარდეს, იმისთვის რომ არჩევნები ჩატარდეს და პირობითად ზელენსკი გადაირჩიონ, ამისთვისაც საჭირო არის ცეცხლის შეწყვეტა. მოდით ჯერ შევწყვიტოთ ცეცხლი, რეალურად დადგეს მშვიდობა და შემდეგ ვილაპარაკოთ პოლიტიკურ პროცესზე. საკმაოდ წელში გამართული არგუმენტებით არიან უკრაინელები წარმოდგენილი ყველა ჯერზე. დიდი ალბათობით ამ შემთხვევაში ისევ ტერიტორიულ დათმობებს მოითხოვენ
გასულენ რუსები ჟენევაში და ისევ იგივე პასუხს მიიღებენ. ნამდვილად არ გაუჭირდება ბუდანოვს ალბათ ესეთი ნამკაფიო პასუხის გაცემა დარწმუნებული ვარ ამაში. სულ ეს იყო ამ დროისთვის. დიდი მადლობა ყურადღებისთვის. დაგემშვიდობებით, შემდეგ ვიდეოს დაელოდეთ აუცილებლად. არ ვიცი უკრაინა იქნება თუ ირანი, გააჩნია როგორ განვითარდება მოვლენები ირანში. თუ ამ დრომდე უყურებდით, განსაკუთრებით მათ მოგმართავთ, ვინც ახლები ხართ, ვინც ახლა აღმოაჩინეთ ეს ვიდეო და არ გაქვთ არხი გამოწერილი, გამოიწერეთ, თუ ფიქრობთ, რომ საინტერესო კონტენტი არის. ვინც ხშირად მიყურებთ ხოლმე, მაგრამ არ გაქვთ არხი გამოწერილი, ასეთებიც ბევრი ხართ, ვიცი, სტატისტიკას როცა უყურებ ხოლმე YouTube-ის ჩემ არხზე იქ ჩანს ეს ამბავიც, გამოიწერეთ არხი. რამდენჯერმე თუ უყურეთ ჩემს ვიდეოს, ესე იგი მოგწონთ და გაინტერესებთ ეს თემები, მოგწონთ კონტენტი და გაინტერესებთ თემები, რომელსაც ვაშუქებ, შესაბამისად არ დაიზაროთ, subscribe, დააჭირეთ ღილაკს, ჩართეთ ზარის მონიშნა, დაელოდეთ შემდეგ ვიდეოებს და თუ უფრო ასე ვთქვათ, დიდი გულშემატკივრები ხართ ჩემი, თუ გინდათ რომ ეს პროექტი გაგრძელდეს, თუ გინდათ რომ ხარი დამიჭიროთ, ამ შემთხვევაში გახდით ჩემი სპონსორები. არის შესაბამისი მონაცემები დატოვებული ვიდეოს აღწერაში, ანგარიშის ნომერიც, PayPal-ის ლინკიც, Patreon-ის ლინკიც, გადადით, გახდით ჩემი სპონსორები და ამით შესაძლებელი გახადეთ ის, რომ მე გავაგრძელო მუშაობა იმ საქმის კეთება, რომელიც მაინტერესებს, რომელიც მიყვარს და რომელიც მგონია, რომ ძალიან საჭიროა. ვიცი, რომ თქვენც ასე გონიათ. ერთი კომენტარი შემხვდა წინა ვიდეოზე, სადაც ერთი ესეთი რჩევა იყო, ასე ვთქვათ, რომ იქნებ ყოველდღიურად განათავსო ვიდეოები, პასუხიც მივწერე ამ ადამიანს, რომ კი, მეც მინდა რომ ყოველდღიურად განათავსო ვიდეოები, კი, მეც მინდა რომ რაღაც სრული დატვირთვით ვიმუშაო. შესაძლებელია ეს ყველაფერი, მაგრამ თქვენი მხარდაჭერის გარეშე უბრალოდ ფიზიკურად ვერ ვახერხებ ამას. იმიტომ რომ ამ შემთხვევაში შემოდის უკვე ყოფითი საკითხები, შემოდის დროის უქონლობა და ასე შემდეგ. შესაბამისად, კიდევ ერთხელ დამიჭირეთ მხარი, დაასპონსორეთ არხი და დაელოდეთ შემდეგ ვიდეოებს. ვინც უკვე ჩართული ხართ დონაციაში, განსაკუთრებული მადლობა თქვენ. ნახვამდის.